როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 17-მა პარტიამ გაიარა. Შეასრულოს უამრავი პარტია, შეიძლება საძმაკაცოს ჰქონდეს პარტია, ამიტომაც რახან 17 პარტია იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც უფრო მეტია და ესე უფრო მეტი წონა აქვს, იმიტომ რომ თავარია საპროტესტო ელექტორატში და ზოგადად ოპოზიციურ ელექტორატში ვინც არგებობს რა მხარდაჭერით და ვინც არის ასე ვთქვათ ყველაზე პოპულარული პარტიები, ყველგან გადაცით რომ არიღებენ მონაწილეობას. სანამ საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული და ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია, მანამდე რა თქმა უნდა საარჩევნო ნომერზე გამოკიდება არის უბრალოდ არაადეკვატური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ხუთიანი როგორც ნაციონალური მოძრაობის ნომერი. ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის, ძალიან პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლისთვის, უკლებლივ ყველა მსხვილ წერტილში, ყველა ფრონტის გამოყენებით ჩვენ მივიჩნევთ, რომ პროტესტი უნდა შენარჩუნდეს და უნდა გაფართოვდეს. ამავე დროს ვთვლით, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა სხვა ინსტრუმენტიც, მათ შორის გამოყენებული უნდა იქნას de facto არჩევნები, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი და რასაკვირველია ასევე ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამ კომპონენტიანი ბრძოლის მეთოდი, სადაც ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ დავასუსტოთ და დავაზიანოთ ბოროტმოქმედი რეჟიმი. ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით, რის საშუალებასაც იძლევა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც არის არჩევნები. არჩევნებს ვიყენებთ, ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ არჩევნებში და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ შევამციროთ დღესდღეობით ქართული ოცნების ამომრჩეველი საბოლოო გამარჯვების გეგმა, რა თქმა უნდა, გადის აი ამ კონკრეტულ ქმედებაზე, რომ ვესაუბროთ ქართული ოცნების ამომრჩეველს, დავანახოთ მათ ოცნების კორუმპირებული ვითარება, ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილ მშვიდობას. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და ხედავთ უკვე როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად არწმუნებული, რომ 64 მუნიციპალიტეტში მოგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის და აქედან გამომდინარე ეს შედეგი უკვე კარგი არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ასე ვთქვათ, მისი ფორმალური ბირთვი რაც არის, მისი სახელწოდებით, მისი მათ შორის საარჩევნო ნომრით და ასე შემდეგ, დღეს გამქრალი არის საარჩევნო ბიულეტენებიდან, გამქრალი იქნება საკუთარივე არჩევანით. ასე რომ მისასალმებელია, რომ ამით ხდება მათ შორის ფორმალური დემონტაჟი ნაცმოძრაობისა და ნაცობისა როგორც იდეოლოგისა. რადიკალური ოპოზიცია ერთ რამეს პირდება, ისინი ვინც მონაწილეობას იღებენ, ერთ რამეს პირდება ამორჩევას. რომ თუკი მას მისცემენ ხმას და მისცემენ მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან, რომ აურიონ სიტუაცია და დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივად თვითმმართველობებმა. დისკომფორტი ვითი უნდა შეუქმნან, უნდა რაღაცა გააფუჭონ, რაღაცა დააშაონ.